საღამოშვიდობისა, ბადუსონდელო მაყურებლობ, ეთერში გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემა გაგრძელდება ქუთაისის ავანგარდის ყოლაწმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი დეკანო ზილია კარკაცი. დაგულოცეთ მამაელია. მამაელია, მოდი დღეს ჩვენი გადაცემა მაინც ტრადიციულად დავიწყოთ სახარების განმარტებით. ახლა გვერდს იქნა წაკითხული სახარება და სხვა. ანუ თუკი ჩვენ აი გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი აქვს, რომ ადამიანი ძველი ათმის ჟულს დაიცავდა მეტნაკლებად, ახლა აბსოლუტური ვინ იქნებოდა მისი. ერთადერთი უფალმა დაარღვია ძველი ათმის ჟული და მოგცა ახალი უკვე რწმენისეული. და ის უკვე აზრი, რომელიც მან უპასუხა, უფალმა უთხრა, რომ საკმარისია, შენ თუ აი ამ ანუ ღვთის სიყვარული და მოყვას სიყვარული გექნება, ეს უკვე კმარა, რათა შენ უკვე მეორე ეტაპზე, ანუ ქრისტიანობას გადმოხვიდო. თქვა იესო, მართალ მომაგე მაგას იქ უნდა სხონდე, ხოლო მას უნდა გამართლება თავი თვისა და რქვა იესოს. და ვინ არის მოყვასი ჩემდა? მიუგო იესომ და რქვა, კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალიმით იეროიქოდ. და ავაზე კი დაიცნენ, განძარცვენ იგი, დაწყლეს და წარვიდა და დაუტევეს წყდარი. ანუ უკვე უფალი ესეუბრა იგავებით, რომ ადამიანს ავაზა კი აქ უკვე არაკეთილ სულზეცა საუბარი ძირითადად. ხო და რომელიც ადამიანი რომ აი დაეცა თავს რაღაც სოდების გამო, ან უძლურებაშია ჩავარდნილი ადამიანი და აი რას მოგვიწოდეს მე უფალი, რომ ხოლო დამთხოვა და მდელი ვინმე შთავიდოდეს მასვე გზასა და იხილა იგი და თანაც არხდა. ანუ აქ გვაჩვენე, რომ მუძღვარი, რომელიც მაგალით უნდა იყოს, უნდა სახე იმისა, მაგრამ რაღაც გულსივი გახდა და წავიდა. არა და ეს უნდა ყოფილიყო პირველი. არ მეაქცია ყურადღება. და ეგრეთვე ლევიტელი, იმიტომ რომ ხო ლევიტელებს უფრო თავისთავი პროცენა ეტაპზე ქონდა, მაგრამ მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანაც აღდა და მერმე სამარიტელი ვინმე, იმიტომ რომ სამარიტელები ეს ყოვლად მიუღებელი იყო ებრაელებს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ გაყოფილი იყო და სამარიტელები, აი როგორც სამარიტელი დედაკაცი მაგალითად და უკვედათ მოწაფეს რომ სამარიტელი დედაკაცთან საუბრობდნენ. პირდაპირ ვთქვათ არ უყვარდათ ერთმანეთი, ხო, პატივს არ მიაგებდნენ, ხო. და მერმე სამარიტელი ვინმე წარმოვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეიწყალა. ანუ სამარიტელს კი შეეცოდო. და მოვიდა მისა და შეუხვია წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღვინო და ასვა იგი ყარაულსა თვისა და მიიყვანა იგი ყოველსა მას ადგურსა და იღწდა იგი. ანუ მან მოუარა უპატრონო რაც შეძლო და ადგა და მიიყვანა უკვე ის დანიშნულ ადგილას. და ხვალისაგან გამომოვიდო და ორი დრაქანი მისა ყოველთა სადგურსა მოღვაწესა მას და რქვა იღვაწე ეგე და სხვა თუ რაიმე წარაგო უმეტესი მორავიდე მოგცე შენ. ვინ უკო ამათაგან სამთაგან გონიებ შენ მოყვასი მისა, რომელი იგი შევარდა ავაზაკთა მათ. ანუ თვითონ უფალი აი აჩვენებს ამიგავით, რომელი იყო ამ სამიდან უფრო დიდი მოყვასიო. ხოლო მას თქვა, რომმა ყოველ წყალობა მისთანა. თქვა მას იესო, ვიდოდე და ყოფდე შენსა ეგრეთ. ანუ საქმე შენმა გამოგაჩინო შენ. ანუ აქ არა მგდლობა, არა სამარიტელობა დაუშვათ, არა დაუშვათ იუდეული იქნები, ქრისტიანი იქნები, ასე ვთქვათ, ზედაპირული ხედვით, არამედ თუ საქმე არ არის უკვე შენ წვენასთან დაფუძნებული, უკვე ღვთის სათნო არ არის. მამაელია, მოდი ასე რომ ვთქვათ, ახლა ჩვენ მაყურებელსაც რა უხსნათ. ესე იგი, ეს ჩვენს გვეხება ქრისტიანებს, ზოგზონი რადგან ტაძარში დავდივარ და წირვალოცვას ვესწრები, მე თავისუფალი ვარ ყველაფრისგან და აი იგივეა მოწოდება ხო მღვდელი, იგივე ლევიტელი, რომ თქვათ აღოთ მუსულმანი დავინახეთ გაჭირვებული და ნაგვები, ნაცემი, ანუ რაღაცა უჭირს და აი რადგან მუსულმანი არ მივეხმარეთ, ჩვენ ვერანაირად ვერ გავმართლდებით, ხო ასეა, უფალი აბას გვასწავლის. თავარი არის სიყვარული.
ახლა ერთი რამეა, თუ ახლა მუსლიმანი თავის წვენის გამო მოდის და რაღაც ეს სულ სხვა დეტალია, მაგრამ პიროვნული ადამიანის თავისი რაღაც გუჭირს რაღაცა ადამიანური. აქ შენ უკვე ადამიანური კუთხით უნდა შეხედო, ეს უკვე მეორე მხარეცაა. იმიტომ რომ არის ანდახან აი რა არის მართლმადიდებლობასა და ფანატიზმის შორის. იმიტომ რომ აი ჩვენ ხედავთ თუნდაც გარკვეული წლების განმავლობაში ბევრი მავანი ცდილობდნენ რომ რატომღაც დაუშვათ ეკლესია რაღაც შიხში შეეყვანათ და ამიტომ ცდილობდნენ აი ეს მესეურნი მოიწვიათ თვითონ პაპი, მოიწვიათ სხვადასხვა დაუშვათ კონფესიის წარმომადგენლები და აი მითინ მეორე ის ზალები რომელიც მათ გააჩნია რომ აქედან დაიწყოთ ყვირილი რომ პატრიარქი ან საპატრიარქო ან სამღვდელოებაშია მათ და თან ამ დროს თვითონ ძალიან დიდი ორთოდოქსი უნდა რომ წარმოჩნდეს ამ პროცესები და ერთი მემარცხენე ძალიან მოსაკეთებს და მემარჯვენე თუნდაც მარჯვენე უკვე გადავარლინე ადამიანი რომელიც თავის ხებში დამპარტონებაშია უკვე თქვენ მართავს ურევს ერთმანეთს. ამიტომ არის რომ აქ უკვე სწორედ წმინდა წერილი ჩვენ გვასწავლებს თუნდაც აქედან გამომდინარე რომ საქმეთ უნდა შეხედო, იმიტომ რომ ჩემმა პატრიარქმა, ჩემმა ეკლესიის დიდმა მღვდელმთავრებმა თუ კი დაუშვათ აი მავანმა მოაწყო სპეციალურად, მაგრამ ის საკურთხეველში არ შეუშვა, თანაწირულმა არ გააკეთა, მაგრამ როგორც სტუმარი ღვთისაა. იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ძალიან ბევრი ადგილი ვიცი ჩვენ რომ მაგალითად აი ეს კი არა აბრამა ზამე ეგვიპტეში რო ჩავიდა ფარაონის სახზე მივიდა. ხო, მაგრამ აბრამს ჯული კი არ შეუძლია. ძალიან სხვადასხვა მაგალითებიც არის, მაგალითად პავლე მოციქული ბომონთა სამლოცველოში შევიდა და უცხო კერპი რომელიც ნახა წარწერა, სადაც ეხება უცხო ღმერთის შესახებ, ხო, უცხო ღმერთი. ადგა და ამ შესულით მან მათი რელიგია კი არ მიიღო და თანაზიარობა კი არ გაიწია, არამედ პირიქით ხალხის კეთილდღეობისათვის, ხალხისადმი გამომდინარე სიყვარულის გამო ადგა და იქადაგა სწორედ თუ უცხო ღმერთი რა იყო და ანუ ქრისტიანობა უქადაგა და ძალიან ბევრი ადამიანი მოაქცია. ასეც არის სწორედ რომ შენ ეხლა სახში რომ აი შენი სიტყვისამებრ მე მაგალითად მეგობრები მიყავს არა მართლმადიდებლები არის, მაგრამ რო გავიგე თანაკლასელები დაუშვათ ებრაელები მიყავს, ხო? ძალიან დიდი სიყვარულით მიყვარს ის ხალხი მე. და რო გავიგე რომ ჩამოვიდა ისრაელიდან და დამიერეკა ტელეფონზე, სუფრა მივატოვე ჩემი ახლობლების და დიდი სიყვარულით მივიდა, სახშიდაც მივიყვანე და რო თქვი ფეხებსაც დავბანა, როცა გიყვარს მული სიყვარულით, ხო? და ასეც არის მაგალითად ჩვენ მეგობრები ყავდა მაგალითად მამას თავიდან ეს დიდი მუსლიმანებიც არ ყოფილა ისინი, მაგრამ მაინც მუსლიმანულად თავისებურად სულს ემსახურებოდა, მაგრამ სტუმართ მოყრული პროცესი სხვა არის. აი რამდენჯერ თუნდაც უწმინდესიც ამბობდა, რომ თავის მოგონებებში წერია, რომ აი ამხელა დიდი პიროვნება უწმინდესი სწორედ მისი მშობლების ერთ-ერთი დიდი შედეგია, რომ ამხელა დიდი იყო სწორედ გიორგი და ნატალია, რომ მუსლიმანი მეგობარი რომ მივიდოდა იმათ ცალკე ოთახს და იქ შეზღუდა არ ხდება ან თვითონ რომ მივიდოდა დაუშვათ, იმიტომ რომ ეს ფანატიზმი შორს უნდა იყოს ჩვენსგან. წმინდა პანტელეონს მაგალითად მამამისი კეფთაყვანისმელი იყო, კერპები ჰქონდა სახში. მაგრამ მამისთვის არ დაუწყია დაუშვათ, რომ შენ ასე ქვია, კერპი არ ამეთ. ღვთის ხელი როცა გამოჩნდა და ნახა რომ სწორედ რომ როაკმევდა წმინდა პანტელეონმა ცეცხლით თვითონ გამოვარდა და თვითონ შესო, არამედ აი ამ სიყვარული და ამ ქმედებით მოხდა რომ უკვე პანტელეონმა გაიმარჯვა, აი ანუ ქრისტემაში და მის მეშვეობით უფრო მეტი აი რო ვთქვა ასე სიყვარული ჩვენ შეიძლება ადამიანი ჩვენსკენ მოვაქციოთ, იგივე აბოთფილერი რა ვიღოთ ისტორიულად ხო სპარსი იყო ხო და ქართველების რჯული, მათი სულისკვეთება, მათი სიყვარული რო დაინახა, დაინტერესა წამოყვა ამათა ქრისტიანად მოინათლა. ხო და ამიტომ არის სწორედ შენი ქრისტიანული საფუძველი, ну რა წერია და თინდაც სახარ ივანე ღვთისმეტყველი, რომელიც ბოლო მოციქული შემორჩა, ასე ვთქვათ, იმ დროს სამყაროს ბოლო მისი სიტყვები იყო გიყვარდეს ერთმანეთი. ანუ სიყვარულს ეფუძნება ყველაფერი, მაგრამ ეს სიყვარული ქრისტეზე გამომდინარე. აი მაგალითად ახლა ჩვენ მოგვიწია
პატმონზე ვიყავი და იქ პატმონზე ჩინელი დაგვიდა რა ცოლთა-შვილთან ერთად იყო ჩამოსული და ეს ადამიანი იყო პროტესტანტი და იგი იყო რა მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი თვითონ ეს პასტერი და ჩვენ რო შეხედა რომ თუმეტეს მუზღვრები ვიყავით მამა ნეოფიტეთში მე და საუბარში ჩაულებრივად ესაუბრებოდით როცა თუნდაც რელიგიურ კუთხედაც დაგვიწყო საუბარი იქაც რო ვესაუბრეთ სიყვარული გამომდინარე აინტერესებს რაღაც ხო და თვითონ ისე დაინტერესა მე ეს ადამიანი რომ თქვა რომ მე აუცილებლად რო ჩავალო ჩინეთშიო იქ არის მართლა იმიტომ რომ ეხლა ძალიან ძნელია ეს საუბარი მიდიოდა აი ჩემი სულიშვილი დათომ ინგლისური იცოდა და ამიტომ მაგრამ ახალ დოგმატურ საკითხებს ხوار დაიწყებდი უბრალოდ მონახაზი ვანახე რომ მართლმადიდებლობას ძირძველი ხაზი როგორ მოდიოდა მაგალითად ხო და აი დაინტერესა იმიტომ რომ თვითონაც მადლობა ღმერთს ახლა რაც გააჩინეთ მაგალითად პროტესტანტული ზოგიერთ მას უარყოფები მაგრამ ამან მომყვა ისტორიული ეს თავის ერთგვარი ნაკითხი იყო ადამიანდა რომ შეხედა რომ ეს იყო ბოროს გამიტყდა რომ მე აქ რო ვიყავი ერთ-ერთ ტაძარშიო და რო გაიგო მე ბაპტისტი იყო ჩხობით გამოგვაგდენო ტაძრიდანო ხო და მე მეც მოვუღავი ასეთი მაგალითი აი ერთხელ იყო ნამდვილად მამა ასეთ შემთხვევა რომ მომიყვანენ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი რომელიც სან-პეტერბურგში ქონდა ამ ბაპტისტების სკოლა დამთავრებული ხო და ზუსტად პეტრე-პავლეს ტაძარში ეზოში გარეთ ვიყავი მე დიაკონი ვიყავი მაშინ ხო და აი საუბარი რომ წარიმართა ჩვენ შორის უკვე ამ ადამიანს კითხვები გაუჩნდა ანუ კი აღარ მეწინააღმდეგებოდა არამედ უკვე რაც უკვე აინტერესებდა მასზე მიდიოდა საუბარი ნუ ეს ადამიანი აი მოდიოდა საჩვენოდ მაგრამ იქ მოხდა რომ ჩვენ რო საუბრობთ ამ თემაზე და ვინც მოიყვანა აღარ მასწავს ახლა ეს გოგონა იყო ეს მოიყვანა და კიდევ რამოდენიმე იყო შეგრილი რამოდენიმე 2-3 ასაკის ქალები გამოჩნდნენ იქ და აღიძრნენ ეს ადამიანები ამ ბიჭის მიმართ და დაუწყენ ლანძღვა და ეს ბიჭი აი ესე რომ საჩვენოდ მოსული და უკვე რომ კითხვა-პასუხი და ხედავდი რომ ინტერესი ქონდა და გამიქცენ ეს ადამიანი რომ პირადულზე რო გადავიდნენ ლანძღვანი და მე ამგეს მომივიდა გული ჯერ ვინ გეკითხებოდათ მოთხრა რომ ჩაერთო ჩვენ ურთიერთობაში ხო და მე არ აქ ქრისტიანული მეთოდია მაგე რომ პიროვნულ ლანძღვანებაში გადადიხართ მეთქი კაცო იმიტომ რომ ადამიანი უფალმა მოიყვანა კაცო ხო რომ უნდა მოიქცეთ და ჩვენ ვინა ვართ აი წმინდა მაგალითად სიონ მესვეტის ხორებაში არის ასეთი ძალიან კარგი მაგალითი რომ ავაზაკი იყო კაცი ყაჩახთა უფროსიას და ისეთი იყო ხალხს აწიოკებდა ძარცვავდა 1000 საზღვრობა ჩავდა კაცის ყველელიც იყო და მე ხდება ასეთი რომ ეს მეფის ყურამდე მივიდა და მხედამთავარი თავი ჯარით გამოწვია თელი სოფელი ყველა ადგა და ამას შემოარტყე მთლიანად დღეს სადაც იყო წერე და იძულებული გახდა რომ ერთი გაქცეულიყო მონასტრის ხარეს ესე იგი მონასტრის ხარიდან თვითონ ამგეს უკვე კარი ღიასავით ქონდა ერთის განგებულებაც იყო და ეს ავაზაკმა რო გასაქცევი ვერ ნახა ზუსტად სიონ მესვეტის სვეტთან მივიდა და სიონ მესვეტემ ეს ღვთის განგებულება რომ ადგა და უქადაკა და ამ დროს მოვიდათ ეს ხედავთავრებიც რომ ეუბნები წმინდა მამო მოგვეციო ეს კაცი ასე კაცის მკვლელიაო და აწეოკებდა ხალხს და უნდა მე ღვთის ბრძანებითო მეფის ბრძანებითო ეს უნდა შევიპყრო და თავსაჯო წავიყვანოთო და წმინდა სიონ მესვეტე ეუბნება მეო ესო ჩემით არ მომიყვანიო ეს კაცი მოიყვანა ღმერთმო და მეო როგორ უნდა გითხრათ რომ თქვენ წაიყვანეთო და თქვენ თუ ღვთის არ გეშინიათო მაშინ მოგიდეთ ხელი და წაიყვანეთ და ამგე შეეშენით და აფერად დიდი მამა იყო ეს და ეს ხედავთავარები დაბრუნდნენ უკან სიტყვას რაფხელა ძარა ხო ეს ხედავთავარი დაბრუნდა უკან და მივიდა მეფეს უთხრა და მეფე მოთხრა რომ მე გაძლევთ ნებას მოიყვანეთ ეს კაცი და რომ მივიდა უკვე გამედგინე ეს ხო დრო უნდა რომ მისულიყო მოსულიყო გარკვეულ დრო უნდა და ნახე რომ ეს კაცი უკვე აღსრულებული იყო და წმინდა სიონ მესვეტე ეუბნება რომ თქვენ მოსვლამდეო თავარანგლოზი მიქაელი მოვიდაო და მისი სული როგორც მონანული ადამიანის რომელიც
სარეცხლები აღწერილია როგორი სინამდვილე გამოხატა, იმიტომ რომ სვიმეონის მადლმა მისმა ქადაგება მამაშვილმა სულმა ის ადამიანში გააღვიძა ადამიანური თვითონაც ეთყობა ღმერთმა რა დაინახა ხამაში ჩვენ ხო არ ვიცით დაინახა დავიცით ვინ სად აღიზარდა და როცა კი ნახა ნათელი მან გააღვიძა ეს ადამიანური სული და იმხელა დიდის სინამდვილე გამოხატა ამ ადამიანმა რომ ამ სინამდვილით რო გარდაიცვალა მთავარ ანგელოზი მივიდა მის სულის დასაყვანათო და ეს ის მაგალითია მაგალითი იმისა რომ სწორედ თუნდაც სახარება რა არ პირველი უფალმა ავაზაკი შეიყვანა კაცო მაგრამ ავაზაკი უბრალო ავაზაკი კი არ ვქო მას მონანული ავაზაკი იმიტომ ორივე ავაზაკი იყო მაგრამ ორივე კი ვერ წუნდა ანუ ავაზაკობის გამო კი არ წუნდა ეს არამედ მონანული იყო ეს ადამიანი ღმერთი აღიარა ჯვარს მამალია მე სხვების მაგალითი ვარ მოვიყვანოთ მე ჩემსას ვიტყვი ახლა გამახსენა ამ თქვენმა მაგალითებმა რომ ჩემთან მოვიდა ორი ადამიანი ერთი იყო ქართველი მეორე იყო რუსი და რაღაც ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მეგონი ხმის ჩაწერის რაღაც საკითხებზე მოვიდნენ და აღმოჩნდა რომ ორივე იყო იაღოველი ხო და დამინახეს ახლა ღვდელი ვარ ხო რაღაც ხმის ჩაწერის რაღაც საინტერესო ვიღაცა მიასწავლა რომ აი მაგას საკეთებსო და ესმისო ეგ საკითხიო და მიდითო მასთან ისაუბრეთო და მოვიდნენ დამინახეს და ახლა ჩვენ შორის გაება საუბარი და მითხრა რომ იაღოველი ვარ თუ მე რუსთა ველაპარაკე თბილად კარგად და მეო მიგვირსო თქვენიო მამაო მეო რუსეთში რო შევედიო სადაც არ მივე ყველგან მეჩხუბია გამომაგდნენ ჩხუბი და იმითო და თქვენ რომ რაო ეს სიყვარულით გველაპარაკე და მოთხარ ჩხუბი რა შუაშია ჩხუბი ხო არ შეცვლის არაფერს ჩვენ რო დიალოგი უნდა გქონდეს და ეგე მიხვდეთ რა არის მართალი რა არის არასწორი და ეგ თქვენ შეიცვალოთ მე თქვენი აზრი თქვა და ასე სიყვარული და ასე თანხმობით დავცილით ერთმანეთს და ხო ზუსტად ისე რომ ჩხუბი არაფრის მომცემი არ არის დიახ მით უმეტეს აი თუნდაც ის პროცესები ძალიან ბევრი ეს სექტანტები იოს მოწევს თუ თავისას უძაღნი ანუ რასილის მიმდევრები ბევრი ერთგვარად მტკიცდებიან რომ როცა ადამიანს არ ესმის იმდენად მართლმადიდებლობა და ზოგიერთ პირადულ განზოგინებაში თუ გადადიან ეხლა რო იყოს ისეთ ფაქტორი რომ ის ხედავ რომ აი ხატ შეურაცხყოფს და დაუშვათ სიწმინდებს შეურაცხყოფს კი ბატონო მაშინ როგორც აღიზრება კაცი ისე გამოხატავს ანუ მის ქმედებას მის სულპასუხს შეურაცხყოფენ დიახ ხო და ეს სამართალია მაგრამ როცა ადამიანი მოდის სახარებით თავისკვით მაგრამ მიუხედავად ახლა ესენი პროტესტანტების განსხვავება ის არის რომ პროტესტანტებმა თავის ნათარგმნის ტოლკომის ნათარგმნიდან დაამახინჯენ ბევრი რაღაც მცირედი მდენი არა მაგრამ ამგენმა თლად შერყნენ წმინდა წერილი ესე იგი რომელიც უკვე აქ იაღოველებს გულისხმობთ რასილის ხო რასილისმა მაგრამ მაინც ჩვენი ვალდებულება ერთი არის რომ ჩვენი ტრადიციული სახარებით უნდა ვიცოდოთ რომ პასუხი გავცეთ მომენტ და ქრისტეს დროს ხო არც ერთი არ იყო ქრისტიანი ხო მაგრამ ქრისტემ კი არ გალახა ისინი ქადაგებით მოუწოდა რომ ისინი გამოიყვანა თავის სარწმუნოებაზე ხო ასეა ფაქტია ეს ხო შვარცმის დროს არცაც არ წერია რომ უფალი დაუშვათ შეურაცხყოფდეს ვინმეს პირიქით და როგორ შეურაცხყოფდნენ როგორ დასინოდნენ ნერწყვავდნენ სემდნენ ეკლიან გვირგვინდადნენ და ბამბუქის ჯოხს უთხრამდნენ თავზე და 1000 შეურაცხყოფა და წარმოიდგინე ამის ხედველი იყო ღვთისმშობელი დედა და ეს მენელსაცხელი დედები და იონე ღვთისმეტყველი ხო და არც ერთი არ წერია წმინდა წერილში რომ ესენი დაუშვათ თქვენ ასეთი ამბობისებ და უფალი ამ დრო ჯვარზე რასეუნება რასამოს უფალმა აპატია რამე თუ არ აიციან რასაც ჩადიენო და იქ ღვთისმშობლის დედის გოდება რო ნახო რა ჩემზე კარგად იცით ახლა მამო თქვენ გასეუნება ჯერ როგორ განიცით ღვთისმშობლო სადაა გაბრიელ შენი სიხარულია და როგორ რომ ცრემლი წამოგივა ნამდვილად რომ კითხულობ ადამიანს და მაგრამ რა წერია რომ წადი და აღმოიყვანეო ადამი და მოყოლებული ის მართალი სულნიო ანუ ღვთისმშობელ დედას ესმოდა ის ჯვარცმა თუ რატომ იყო დაშვებული ყველაფერი რატომ თელი ძველი აღთმის კაცობრიობა მოელოდა აი ამ გამოხსნას ხო და ამიტომ არის რომ როგორც არილი კაცრიო ხო იცი ზედმეტად ყვირის ასეა თუ ადამიანში არ არის
მართლმადიდული სული მადლი ხო მადლი სულიწმინდისა მაგრამ სულიწმინდის მადლს უნდა მოპოვება ეს არის წმინდა წერილიც შენი კეთილი საქმეები და შინაგანი გამოსვლა ანუ შენი ცოდვათა ხედვა უნდა გქონდეს არა სხვათა ხედვა და როგორც შენი თავის გმობა რა განსხვავება იყო ხოლმე მაგალითად იყო ვითომაც ჯულის სამხსარებლები ცოდნეები ფარისევლები მაგრამ უფალში დიდების უფალი ქრისტეში დიდების უფალი ვერ შეიცვლენ წერია იმიტომ რომ უბრალო მეთევზურნი ამიტომ არჩია უფალმა სწორედ რომ ამითი აი ეს წუთის სოფლის სიბრძნე შეარცხვინა რატომ მოხდა მაგალითად რომ სპარსელები მოიყვანა უფალმა მეფეები რათა თაყვანი ეცა აი მამაზეც ერმა სწორედ ისე შეება დაანილეს წინასამეტყველობის მიხედვით დამგეს თელი წინასამეტყველობა წინ ესენი ხო განათლებული იყო ნუ ჟულისონე მაგრამ თქვენ ხომ იცით ახლა ეს მამაელია გამოცდილება თქვენს გან აგენ შესარჩვენად ხო რატო იცით ვინც ნასწავლია და იმაში დაჯერებულია რაღაც თავის ხედვა აქვს იმის გამოყვანა უფრო ძნელია მაგრამ ვინაიდან რომ მისი რჩეულიერი იყო თაყვანისემა ჯერ მოხდა თვითონ ებრაელებს რომელებრივი მწყემსების უბრალო ხალხის იმიტომ რომ უფალმა აი აჩვენა მწყემსებს რომელიც ველად იყვნენ გასული თუ როგორ მოხდა ცის გახსნა როგორ განმოვიდა ანგელოზები როგორ გალობდნენ ყოვლადწმინდა სამების საგალობელს და რომელიც აუწყდა რომ აი აღსრულდა დავითის აი ბეთლემის ქალაქს რომ იშვა მაცხოვარი სოფლისა და დიდება მაღალთა შინახმეთსა ქვეყანაში და კაცსა შორის სათნოება და ამიტომ იყო რომ სწორედ იმ წყემსები მივიდნენ და ახარენ უკვე ისხილვა თიშობელ დედას იოსებს და სწორედ ამ შობის მადლით არის რომ სწორედ იოსებსაც ეს დიდი სიბრძნე რომ მას თურმე ქონდა ასე ვთქვათ ღვთისგან ეს დიდი მისია რომ ყოფილიყო ერთგვარი ზედამხედველი მისი უფლის განკაცებული ღმერთის და მეორე მისი მაცხოვრის ყოვლადწმინდა დედის ერთგვარი დიდი მსახური და აი იმ შემდეგ გადადის უკვე მას მოუძებნიან სახს ამიტომ მაგამ ჩვენ ვთქვით ბაგაში ხო და მე მოუძებნ და იქ მიდის მე უკვე ეს მოგვები ამნუ მაინც თავის ერი წინაპლაზე მაგრამ სამართლო წუთისოფლის იქ თუნდაც მეფისა რომელიც არაკანონიზის იყო იროდი დორეს არ იყო დავითოსაგან ამიტომ მათ სამართლო დაუშვა ღმერთმა სწორედ ჯვართანაც ხო რა საქციელი გააკეთეს მაგიო ჩვენზე იყოსო ჩვენ შვილებზე და ჩვენში მოდგმაზე იყოსო რამხელა წევლა იღეს და რამხელა ის არის მისთავს ხო და ამიტომ არის რომ ზუსტად მათ ეს სახარებაშია და სხვადასხვა ადგილასაც ეს სახარებებში ორ ადგილას კიდევ ცალკე წერია რომ ქვაქვაზე არ დარჩებო რომ ეს შენობა არ დაინგრეს ამიტომ მოხდა რომ მასიური ბოლო დიდი თევნა მოხდა მე სწორედ ამ ხალხის მაგრამ მადლობა ღმერთს თავისეულ ერს პირდაპირ წერია აი მალაქია 60 და სხვა რომ ბოლოს მაინც უფლის დიდი კაც მოყარეობა ბევრს მოაბრუნებს ტიტე იყო ხო იმპერატორი რომ დაანგრია ქვაქვაზე არ დატოვა ასრულდა უფლის სიტყვები მაშინ აი მაგრამ სიყვარულზე საუბრობდი და მაგრამ დავასრულოთ ახლა ეს თემა აი რა დიდია სიყვარული და რა შეუძლია სიყვარულს ამე მაგალითს ვარ მოიყვანეთ კიდე რომ აი სიყვარულით რა შეიძლება ნახე რა არის ახლა სიყვარულის ფაქტი ჯერ ავიღოთ დედაშვილური სიყვარული როგორი არის რაც არ უნდა შვილმა ცუდი რამე მამაშვილმა რა ხარ დედის პროცესს მაინც კაცი ვერ შეედრება იმიტომ რომ დედა რომელიც განიცდის პირველ ტკივილს და წელში მე ყველაზე დიდ სიხარულს ხო და ამიტომ არის რომ აი როგორც მამები ამბობენ კაცი გონება დედა ქალი ქორწინობა გული აი სიყვარული ყველაზე მეტი აღმატებული იმიტომ რომ ქალის როლი ამ ხრი უფრო აღმატებულია მიუხედავად ჩვენ მამაკაცებს უფრო გმართებს ამიტომ გინდა მსოფლიო კრებები გინდა მამაკაცი იმიტომ დედაკაცი არ ღებულობს იქ მონაწილეობს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ქალის როლი დაკნინებულია პირიქით ხო დავა იმიტომ რომ სიყვარულის ნიჭი ძალიან დიდი არის და სწორედ ბლუჟამს თუ რამე გადაგვაჩენს ჩვენ იბერიას მithume საქართველოს ღვთისმშობლის დიდი სიყვარულის შედეგი იქნება თორემ ჩვენ ვხედავთ რანერი ურჩები ვართ
ხშირად არ გვესმის პატრიარქის, არ გვესმის იმ დიდი ადამიანების, რომელიც ღვთისგან არიან დადგენილი და რატომღაც მიულტვით იქ, საიდანაც კეთილის ნაცვლად ბოროტებულოთ. მაგრამ ეგეც დადგება ღვთისმშობლის ხატის მეშვეობით, როცა დატელდება დიდი სასაულები, რომ მე მივადგება ერი ეკლესიას და მიწაჯეტრობულის და მე დაიწყება ერის გაფრთხილება, მაგრამ ეხლა რაზე მინდოდა ეს თემა ძირითადად? სიყვარულის. რაც უნდა ცოდვაში ჩავარდეს, დედამ შეიძლება გაუწყას ითო, მაგრამ სხვა რომ მიშვილზე აუგს ამბობს, შინაგანად ეს არ მოწონს. არ მოწონს. იმიტომ რომ ცდილობ პირიქით თუ ვინმე მიდის დაუშვათ უნდა რომ თანაგზნოს და ეს თანაგზნობას ხედავს დედის გული რომ ეს სიყვარულს ეფუძნება, მაშინ სულ სხვას. ასე არის რომ აი ასეთი სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს თუნდაც ეკლესიასთან ურთიერთობა, ჩვენ სამღვდელო დას, ჩვენ სულიერ შვილებს მიმართ და მით უმეტეს სამღვდელო დასის მიმართ უნდა ხდებოდეს ერის სიყვარული, იმიტომ რომ ჩვენ ერთგვარი ბუნკერები ვართ, ასე ვთქვათ, დაგვისყუთის იმ გაგებაში, კარგი გაგებით, რომ წუთის სოფელში რაც უდები ჩაუდენი ადამიანი უნდა მოდიოდეს, შენთან უნდა მოდიოდეს და რომ არა სული წმინდის მადლი, რომელიც ადამიანს თვითონ მოძღვარს იცავს. აი დაუშვათ პოლიტიკა დავაკარგი სამღვდელო დასახა, ჩვენ სამღვდელო დასვე და ჩვენ და გამომდინარე ვსაუბრობთ, ხო? მაგრამ არის რაღაც პროცესი, რომ დაუშვათ ესა თუ ის პიროვნება შეცდა, მაგრამ ამ შეცდომის მითითება სიყვარულიდან გამომდინარე სხვა და იმის გამო რომ შენ რო კარგად ისევეთ მოირგო რაღაც სიტუაციები, რომ პოლიტიკური ვითარება თუნდაც შენთვის სხვა პოლიტიკური ორგანიზაციაც არ მართო, ისვის ეს რაღაც ინტრიგული პროცესები, ოღონდ ეს ამიტომ ეს გამოიყენო. დიახ, რომ ვინაიდან ეს მე ზუსტად სიყვარულს არ ეფუძნება, ამიტომ რომ შედეგი მე არა ეს. ხო და ამიტომ კიდაც შეგონება რა განსხვავება ახლა დაუშვათ მხილებასა და განკითხვას შორის. განიკითხავ ადამიანს ეს უკვე უსიყვარულო მდგომარეობიდანაა, იმიტომ რომ შეიძლება პირში ებათხალიმოს ადამიანს და რაღაცა და ზოგს უკან გორები ააყენოს უკუღმა და როცა ადამიანი პირიქით გიყვარს, მაზე აუგს ვერ გაიგებ, პირიქით ვერ აიტან და შენ პირიქით შეიძლება ერთ-ერთზე მას ძალიან დიდი საყვედური უთხრა. დიახ. ხო, ეს უკვე ძალიან ბევრი ამის ეფუძნება. მთავარი ერთი რამე არის, რომ ეს სიყვარული მოდის, როცა შენ თვითონ ხედავ, რომ რაც უმპეში იყავი, მაგალითად ადამიანი ჩავარდინეს, საიდან ამგვიყვარა მეტმა? ბაბაელია, რეკლამის დრო ეხა და შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენი განაცემა. გრძელდება ჩვენი გადაცემა, მამაელია. და აი პირველი რაც თემა იყო სახარების, ესე იგი სიყვარული და სიყვარული. სიყვარული შეუძლია ყველაფერი. უსიყვარულოდ შეიძლება მოშტავმატებ კიდევ ამ სიყვარულს. ძალიან. აი სიყვარული უცა გაშინარსებული აქვს ადამიანს ზუსტად სარწმუნებას თანა დაფუძნებული. მათი სიყვარულს აქვს შორს ხედვის უნარი. ნუ ესმის ამ ადამიანს მაგალითად 64-ის ჯოჯოხეთ შესახებ იცის, კეთილის საქმე რა შედეგი მოყავს და ამიტომ არის რომ ეს პატარა ბრილიანტ თვალები, რომელიც თვითონ ადამიანს გააჩნდა თავის დადებით ნიჭები. ამიტომ წერია რომ მე როდესაც დიდი ბრილიანტის ვარ და ყველაფერს გაყიდის, ოღონდ ის დიდი ბრილიანტი შეიძინოს. ეს დიდი ბრილიანტი სწორედ ესა უფალი, რომელიც ყოველივე შეათფობს ადამიანს. და ახლა რა არის ზუსტად? თუ კი ადამიანში არ არის სიყვარული, არის ზედაპირული სიყვარული, რომელიც საკუთარ ეგოიზმს, ეგოს მაინც ეფუძნება. და ეს ეგოა, რომელიც ადამიანს ისე გიპნოს უკეთებს, მისი იქით უკვე ვერაფერს ვერ ცნობს, რა არის თუნდაც ეს. აი ავიღოთ ახლა თუნდაც უფრო გასაგებია იყოს ოჯახი. ანუ როცა ადამიანი ოჯახს აფუძნებს ფიზიკური ხედვით, ვიღაცის მამობით, ქონებით, რაღაც ასეთი ადამიანებს ამიტომ არის რომ ან თუ ინახება ოჯახი იმის გამო რომ ისევეთ ეს ფინანსები არის და ამის გამო არ გინდა დაარღვე ოჯახი, თორე შინაგანი სიხარული არ აქვს ადამიანს აუშთოლკუნ ურთიერთობა არ ეფუძნება სიყვარულს. მერე ეს სიყვარული თუ არ არის მომავალზედაც ეს იმდენად არის სახება და სწორედ ამიტომ არის როცა
ჭარბობს მატერიალური უკვე რაღაც საგნები ოჯახში, შვილებიც არა ეკლესიური, არამედ ჰაიმწუთის სოფლისკენ მიედინებიან. და შედეგი რა არის მერე? ერთშენვერ დღეს მოვა ის დრო, როცა გადიხარ ამ ქვეყნიდან და ადამიანი სარეილშება და უფალთან ვერ იმკვიდრებ, მიდიხარ სამარაჯამო, ამას სოფლისკენ მიდიხარ ჯოჯოხეთში. და არც არავინ ეხება შემზე მიცველი. ოჯახი რო არის. აი წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი თუ სიყვარულს ეფუძნება, იმაზე დიდი ფედინერება არაფერია, რაც ღმერთი განიჭებს. ეს რა არის? ცოლქმრული ურთიერთობით რო ღმერთი განიჭებს ნიჭს, რო გახდე მამა და დედა. და შვილზე ძვირფასი ოჯახში არაფერი არ არის. ნუ რა შეიძლება იმას დაუშვათ ეს შენობები, თუნდაც რა მანქანები შეიძინო ყველაფერი, იმიტომ რომ შენი სიამაყე ადამიანს არის შვილთა სიმრავლე, იმიტომ რომ პირველი შვილი რო გამიშთა, მაგალითად მე ჩემი და მახსოვს, ასე მეგონა ამაზე მეტად ვერ მეყვარებოდა. მე მეორე რო გამიშთა დედა, ეს არაა, კაცო ასე, მე მესამე, მეოთხე. მამალი, აი რა თქვენ ბრძანეთ, ბოდიში. იგი აი შენობებიც კი მუშაობს და შენობებსაც ყიდულობს და ბიზნესიც აქვს, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს შვილის სიცოცხლე თუ ეს შენობები, რა თქმა უნდა, შვილს დააღერეს პირველ იმაზე, ხო? ყველაფერი გადაიწევს დანარჩენ უკან. ახლა რა მინდა რა გითხრა, მამო, როცა სიყვარული ზედაპირულია, ადამიანი და საკუთარი ეგოზია დამოკიდებული. ამიტომ ერთ დიდი 2 საათში და მე შვილი აღარ უნდათ. იმიტომ რომ თავისი კერპთაყვანისმლობა არის წინაპლანზე, რომელიც საძაგელა ღვთის წინაშე ასეთი ადამიანი. იმიტომ რომ შენ თუ შენი მოყვასი არ გიყვარს, შენ როგორ შემიყვარს მე და შენ მოყვასე დიდი მოყვასია შენი ის ნაწილი, რომელიც განიჭებს ღმერთი. ამიტომ ამის გაშინარსების უნარს ანიჭებს ეკლესია ადამიანს. ასწავლის. ორ ხაზი, სწორედ ამიტომ იყო რომ რატო იყო მაგალითად 9 ძმა ხერხეულიძეების დედა და მით უმეტეს გოგონებიც ყავდა. რატო იყო მაგალითად მრავალ შვილიანობამ შემოგვინახა ჩვენ საიდან ავრგლეკავდნენ ქართველს, აგერ ოსმალო, აგერ ასე აგერ მონგოლი, აგერ რა 1000 ლეკიანობა, 1000 რაღაცა, მაგრამ მიწურულში ცხოვრობდნენ. შესაძლებლობებიც არ ჰქონდათ, საჭმელი არ ჰქონდათ, იმის ბალახებს და ეგრე სჭამდნენ, რო იტყვი და ველურ რაღაცებს ეძებდნენ ადამი, მაგრამ ნურას უკაცრავად შვილთა ყოლა და მასზე მაინც ადამიანი უკან არ იხევდა. და პირიქით, როცა გაუყურებთ ადამიანი და კიდევ საკუთარი და მიუხედავად იმისა, მაშინ აბორტი არც იცოდნენ რა იყო და ვერც, მაგრამ 1000 ილახებს ხმარობდა, როცა გაუყმართებული გან. მერე გაუყმართული გონები აკეთებდა, რომ ისევეთ იტაცებდნენ სხვა ადამიანებს და მონათა ბაზარზე ყიდნენ, ისევეთ ქართველს ამას. და დღესაც ასე არის, რომ ჩვენ რო ხანდახან გავკივართ ქართველი ერი და ვიძახით არაბიზაციას, ხო? არაბიზაცია რა ადგინდა? ეს არაბიზაცია შენი ოჯახიდან დაიწყო, შენ თვითონ. მაგრამ რატომღაც რომ ამას როცა მიუვუთითებ ადამიანს, რომ რამდენი შვილი რატო არ გინდა გააჩვენა, კაი რა მოხდა ეს? კი შეიძლება ერთი ყავდეს, ორი ყავდეს, იმიტომ არ მიეცა რაღაცა იყო, ან იმ დროს არ ეცმოდა, მე აღარ მიეცა, ხო? მაგრამ სადა გაქვს ინანული? შენი მე მაგალითად მოძღვარი ვარ და აი როგორც იმას უწერია იონოქრობის რატო დაუშვა ღმერთმა ჩვენი წერედან გამოსული ადამიანებიდან წერედან გამოსული ადამიანების სამდელო დასა და არა დაუშვა ზეციური ძალები. იმიტომ რომ ჩვენი ეს წარსული ცოდვები რომელიც გაგვაჩნია და ზუსტად ჩვენ ადამიანები ეკლესიაში მივიდივართ განსაწმინდელში. იმიტომ რომ ზოგთან მომიდიხარ ერთ-ერთი რუსი მამისი მოვისმინე ქადაგება ძალიან მომეწონა. როგორც ხარ ცოდვები, მე ცოდვა არ მაქვსო. და რამე თუ ცოდვა არ გაქვს, მაშინ ჩვენთან რა გინდა ეკლესიაში? იმიტომ რომ ეს განსაწმენდელია კაცო. მაშინ წადი ბაპტისტებთან, წადი მუსლიმანებთან, წადი სხვა. იმიტომ რომ ანდა ცოდვილი რო შემოვიდა, ამას რა უნდა აქო? ჩვენი სარწმუნება სწორედ ამ ცოდვა მადლის პროცესი ერტყმება, იმიტომ რომ შენ იმიტომ მიდიხარ ეკლესიაში, რომ ხვდები რომ ავათხარ სულიერად. როგორც ხო განიწმინდო და ამიტომ ის შემიავადყოფობა მეხმარება რომ მე თუნდაც ჩემი სულიერი შვილები იქნება თუ ჩემი ახლობლები რომელიც შემოვლენ ეკლესიაში იმას არა მკაცრად არ უფრო მობიერად მოვიქცე და თუ სამკაცრო უნდა იმკაცრო თუ კი ხედავ რომ ზარმაცოს და სულ სხვა მაგრამ იმ შვილთა რომელიც დღეს რანაირ ტენდენცია
ესე სიკვდილიანობა უფრო ჭარბობს საქართველოში, ვიდრე შულთა ყოლა. ის კი არა დაუშვათ რომ დღეს ხდებოდეს რომ ჩვენ კი ბატონო მეც ვეთანხმები და უცილებლად უნდა იყოს რომ ქართული მიწის დაცვა უნდა ვიცოთ, ყველა ადამიანს უნდა გვესწონდეს ეს. ეს ღვთისმსაჯელია, მაგრამ რადგან მიწა ისე თუ ოხრა დაგჭა, თუ შენ შვილ მომავალს არ ამრავლებ. რატო არ ხდება დაუშვათ რომ ჩვენ მასიურად გამოვიდეთ და ყიროდეთ რომ აიგზავნოს აბორტი. ნეობა დავიცვათ. ზუსტად ცნეობის დაცვა აქედან გამომდინარე არის. შულთა ყრა შეჩერდეს. რატო არ ვცდილობ დაუშვათ სხვადასხვა გაუყუმართება, რომელიც ჩვენ შვილ მომავალს კი ბატონო დაიბადა, მაგრამ გახსნისაკენ გაუბედურებისკენ უკადნის. ხო, მადლობა ღმერთს არის, დღესო ძალიან ებრძვიან დაუშვათ ნარკომანიაზე 1000 სისულელებს, მაგრამ იმაზე ნარკომანიაზე ვარისის სახე სიმახინჯე არა, როდესაც დღეს დაუშვათ გამოდის და იდეოლოგია აქვს თავისი, რომ ეს დემოკრატიულია, თურმე შეუულია სქესი, არა, სქესი არ უნდა, რომ ბავშვმა თვითონ უნდა გაარჩიოს ეს ხალი იქნება თუ კაცი. ეს ხო ავადმყოფური გონებაა. მაშინ წამალიც არ მივცეთ და გაარჩიოს თვითონ უნდა თუ არ უნდა, ხო? ხო, რა თქმა უნდა, იქით რომ მიყავთ მაგალითად და თვითონ გაარჩიოს, თვითონ გაიზარდოს და მერე დალიოს. მე რატომ ვფიცი რა არის, რომ ეს პროცესები ადამიანს ზუსტად უსიყვარულობისგან გამოდის. იმიტომ შენ რომ შვილთა ყლებით, შენ რომ აი ამ სიცივით, საკუთარი ეგოთინ და ამითი ხარ ადამიანი გამშრალი. ამიტომ არის რომ აი როგორც მამა გაბრიელის ხილვა ხო გასვით როგორ იყო, რომ როდესაც დადგა და ევედრებოდა გამრავლებას. ქართველი ერის გადარჩენაზე და ღვთისმშობელი და ამნაირი მრისხანი მე არ მინახიაო მანახა ოთახიო სადაცო პატარა მოკლული დაჩეხილი ბავშვების შეეულები ეყარავ და ამ გენზე მეუნები შენო გამრავლებას გადარჩენაზე და იმაზეო ამიტომ არის რომ მე მახსოვს ერთხელ ზუსტად პირველი შვილი რო შემეძინა ბაღდადში დაიბადა და იქ ახლა რო ველოდებოდი სანამ რაღაც აღარ მოსვას სიტუაცია იყო ის მახსოვს რომ რამოდენიმე სამი ხალი იყო საუბრობდნენ ერთმანეთთან რაღაცა და მეც მის კაცო რომ ხო ისო რა თქმა უნდა ამდენი ბავშვების გაჩენა რო იციანო ზოგიერთი მომდე და მოყვიდა ხალბატონო მეთქი ეს ბავშვი ვისია თქვა ჩემი არისო მე ეს ბავშვი მე ვთხარი რომ მოშივდება ხო შეგარჩნეს მეთქი კიო კაცო შეგჭამს მაღაზიაში შეგონო შეგჭამს რო არაფერი უყიდენ მე ვთხარი ტანასამოს შეგეც ხო უნდა მეთქი ჩაც კიო თავიდანავად ხო დი პატარა ბავშვი მოვთხარი ღმერთმა დედას მიცა იმის რომ გაზარდოს მოვთხარ და არც ათმე შეგარწყვეს არ იყვირებს და მაშინ პატარა ბავშვის მოკლას და იგი დავტოვოთ და იგი მოკლას ეგი მოკალი მეთქი თქვენო რას ლაპარაკობთ მე ვუნება ხო და იცი რატო ვერ ეკლო მეთქი იმიტომ რომ ეს თვალთახედი გამოსაჩენზია და ამიტომ რომ მოკლა კოლელის სტატუსს მოგანიჭებენ და დაგიჭერენ. ანუ ბავშვის სიყვარული გამომდინარეა და შენი საკუთარი ეგოიზმისგან გემართებათ მეთქი. ასია, რაც უფრო ახლა შვილები რო ყავს, ახლა მე აი შვილიშვილები ახლა ბაბუები ვართ, ხო? რომელი შვილიშვილი არ მიყვარს, მაგრამ ეს პატარა რო არის, რო გაჩნდა, ჯერ იმის შემდეგ მეორე გაჩნდა, მეორე სიყვარული, მერე მესამე რო გაჩნდა. ნაწილდება სიყვარული ეს. ნაწილდება ერთია, მაგრამ ეს პატარა როა, ხო? უფრო მეტად ყურადღებას აქცევს და უფრო მეტი სულ სხვა ხიფში გაგდებს და ჯერ არ დაბადებული რო ადამიანი და წუთისოფლის ეს ბინძური ჰაერი არ აქვს ასე ვთქვათ ჩასუმთვალ ის რამხელა სიყვარული არის ფისინაში და რამხელა დიდი უმანკოა და შენ რო ამ საზეღობა ჩადიხარ შენ ომს არ უცხადებ მე ერთ თან დედაკაცებს აბრალიან მამაილად ამაში ოჯახში მონაწილეობს მთლიანად კაცი არის თავი აქ არის კაცის არაკაცური ქმედების შედეგად იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში კინა კაცი ესე ხალი ჩაცმა დახურა გინდა ხანდა ეს ყველაფერი კაცი როცა იწყებს გახსნას ხალზე გადადის ეს და თუ კაცი იმსახურებს კაცურ თვისებებს და ესე აქვს და კაცურ თვისებს ის იმსახურებს სწორედ იმ თვისებებს რომ ხალიც ემორჩილება მას და სიყვარულით კარგი გაგებით კიდევაც ემუნება აი სიყვარულს მამაილია რადგან ამ საკითხს შევეხეთ ახლა ჩვენ რა მინდა რო გითხრათ დღეს დედაკაცების უმრავლესობა სამწუხაროდ ასია ქმარი უნდათ იმიტომ რომ შვილი გააჩინოს ერთიდან მერე უკვე ქმარიც აღარ უნდათ აი ასეთი გია უკვე ქალი გავიდა ქუჩაში შრომობს კი ბატონო შრომობს მანქანაზე დაждდა
ყველაფერს მამაკაცურს აკეთებს და აი უკვე მამაკაცი მისი ცხოვრებიდან საერთოდ ამოვარდა. მამა თქვენ ვერ ხედავთ ამას? ეს უკვე პრობლემა, ეს სერიოზული პრობლემაა. სწორედ ეს არის ის ავანტყოფ, მაგრამ აი წარმოიდგინე ხო ეს რამხელა წარმოუდგენელი პროცესი, იმიტომ რომ მე ჩემამდე არ დადის ერთი რამე არის რომ მე იმ კაცთან ურთიერთობა მიყვარს, მაგალითად კი არო მე ანგლოზე ვარ და რაღაცა და ყველა ცოდვა შემიძლია მაპატიო შემიცოდები, მაგრამ ჩემ ცოლზე ძვირფასი უნდა მყავდეს კაცო. და რამხელა თუ შენი ცოლი გიყვარს, ხო რამხელა ბედნიერება, რომ სახში რომ ერთი სული გაქვს, რომ მიყოლო შენი ცოლი და შვილი დაინახო და რამხელა საწოდავი ადამიანი და თვითონ ქმნის ასე ვთქვათ რა იცი, ჯოჯოხეთს დედამიწაზე, თუ მას თავისი ქმარი არ უნდა, ცოლი არ უნდა, ქმარი არ უნდა. იმიტომ რომ დიდარ საიდუმლოა ესე. რა განეყოსო, კაციო, დედას და მამას და შეეყოს ხორცათვისაც იყოს ერთ ხორცს, ორ სულ. და წარმოიდგინე, რამხელა საიდუმლოა ხშირად რომ აი მე და ჩემი მეუღლეს მაგალითად ქონია საუბარი ხანდახან ის კაცი რა გეცინება. თუ შენ რაზე და საუბრობ მაგაზე ფიქრობდი ახლა მეო. იყო შემთხვევა მაგალითად პირიქით. რაზედაც ის ფიქრობდა, მე ვსაუბრობ და მე მეფიქრია იმაზე, ანუ ერთი ზიარი ჭურჭელდა, არა მარტო ეს. არამედ თუ რამე ამირევია, ის რაღაც გაღიზიანებულა. უკვე ფიქრიც კი უკვე მასზე მოქმედებს და თუ პირიქით კარგი რაღაცა, ერთხელ მახსოვს ათონისაზე ვიყავი და მეუბნება რომ ამ დღეს იმხელა დიდი მადლი ვიგზენიო, ვერ წარმოედგენდა ვისთან იყავი ამ ადამიანთან. ვუთხარ ასედაზე მამა გაბრიელი იმასთან მიგვიღო იმ ადამიანს იმას ჩავხოთ. ვერ წარმოედგენ მე როგორ მიხარო და აქან რა მიხარო და მეთქვა. ანუ ზიარი ჭურჭელი ხდები, როცა ერთმანეთს ეფუძინება სიყვარული, ესა ზიარი ჭურჭელი. მამა ელია, მე ბოდიში ახლა რო გაწყვეტინა, ჩვენ გადაცემა დასასრულს მე და არ მინდა ესე დავუმთავრო, რომ 20 სიტყვაც უხერხულია რო თქვა წმინდა გიორგიზე, მაგრამ თქვათ ის კვირას მისი ხსენების დღე იყო, მაგრამ თქვათ დავლოცოთ, მიულოცოთ კიდევ ჩვენ მაყურებელს, ჩვენ თავი ერთი რამე არის, რომ რაც უფრო დიდია წმინდანი, მით დიდი მეუღება აქვს. მით უმეტეს ჩვენ აი საბერძნეთში რო ვიყავი ახლა გიორგიას, ანუ გიორგის ქვეყანას გვიძახიანოს. და ეს ნიშნავს, რომ წმინდა გიორგი არის ძალიან დიდი ფარველი წმინდანი ჩვენთვის. და ამიტომ უნდა ეცადოს ადამიანი რომ ილოცონ მის მიმართ. აი მაგალითად პირდაპირ წერია დავიჯდომელში შეხარო რომელი აღზრაო სიყვარულსო სამშობლოს მიმართო. ამიტომ დღეს რომ ამდენი მიგრაციაში ადამიანი, ემიგრაციაში წასული, ამდენი პირიქით ეს არის წმინდანთან არა ურთიერთობის შედეგად, იმიტომ რომ უფალს ეს უყვარს. უფალმა იმიტომ შექმნა ეკლესია და ეკლესიაში ეს წმინდანების ბირთვი შექმნა, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს აქ ყოფ ადამიანს, რომ ამ წმინდანების მიმართ უნდა ვილოთ, ჩვენ პროტესტანტები კი არა ვართ. იმიტომ რომ თუ კი პეტრე მოციქულმა იოანე მოციქული გამოიყენა ის საიდუმლო რომ გაიგო. ხო შეიძლება მაშინ პეტრეს პირდაპირ თქვა, ხო? და უთხრა ვინ არის გამცემი, ასე არის რომ შენს და ჩვენს ყველას უნდა გვეცოდეს რომ წმინდა გიორგი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი ეს ძალიან დიდი მეუხია საერთოდ ადამიანს და სამშობლოს სიყვარულის მიმართ და ძალიან დიდი არსებია, როცა არ გვაქვს ახლა ისტორიასაც ნელია ხო ვერ მოასწრებთ. აი მიულოცოთ კიდე ერთხელ და მიულოცოთ და აუცილებელი არის რომ კვირაში ერთხელ მაინც აიგეთ წმინდა გიორგის დავიჯდომული აი ამ პარაკლისს და ვებედროთ და ვთხოვოთ წმინდა გიორგის რომ შეეწიოს ჩვენ საქართველოს. ძალიან დიდი მეუხია. დიდი მადლობა მამაილია მოგზაურობისთვის, აი ჩვენც დროისე გაგვეპარა. უფრო მეც ვფიქრობდი წმინდა გიორგიზე გვესაუბროთ, მაგრამ აი შევეხეთ ისეთ თემებს, რომელიც მართლა დღეს დამაფიქრებელია ქართველებისთვის, ვისაც უყვარს თავის სამშობლო, ვისაც უყვარს ოჯახი, მომავალი, მე მაგალითად პატარა ბავშვებს რომ უყურე, აი თქვენ წინაშე ვამბობ ამას ხო ცრემლი მადგება ხანდახან, იმიტომ რომ ვიცი რა ძნელი ცხოვრება მოდის და ეს ბავშვები მეცოდება, ამათ ისეთიც ჩვენ კიდე რაღაც ვნახეთ მამაო და ეს რაც ვნახეთ ახლა და რაც ხდება ეს არის საშინელება მამაილია და ამ ხელას ეწოლა რა დღეს ახალგაზრდობას აქვს. მარტო ტელეფონი საკმარისია და ეს კომპიუტერი დანარჩენი ინტერნეტი ყველაფერი ამაზე მოქმედებს, არა სწავლა, განათლება, ყველაფერი არეული აქვს და ცოდვები არიან და მოდი უსურვოთ მათ მის მშობლებს რომ
ელოცოთ წმინდა გიორგის სახელზე, დედა ღვთისმშობლის სახელზე, 100,000 მოწამის სახელზე ჩვენ საქართველოში იმდენი წმინდანები გვყავს, ფიქრითა ძებნაც არ გვჭირდება, რომ რაღაც ვიფიქროთ და ვეძებოთ, ვიზე ვილოცოთ. იმდენი წმინდანები გვყავს და შეეწიოს მასთი მადლი სულიად საქართველოს ჩვენ ოჯახებს და ჩვენს დედა ეკლესიას. დავამშვიდობოთ ჩვენ მაყურებლებს, მამაო კიდევ ერთხელ მადლობა ბრძანებისთვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.